Am video კლიპში ჩვენ გავაგრძელებთ განხილვას ვეა ოპერატორის გამოყენების განხილვას ტრანზაქციის SQL მოთხოვნებში. და მე ახლა ვაგრძელებთ და გადავიდეთ უშუალოდ ესე იგი მასალაზე. მე ახლა მინდა განვიხილო ესე იგი კიდევ ერთი ოპერატორი, რომელიც გამოიყენება ესე იგი კონსტრუქციაში select from where I am ზოგადი სახის ესე იგი კონსტრუქციაში და ეს ოპერატორი ჩაიწერება ესე იგი შემდეგი სახით. ეს არის ოპერატორი between. ეს ოპერატორი ხშირად გამოიყენება ესე იგი where კონსტრუქციაში, where პირობაში და ამ ოპერატორის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ მნიშვნელობათა გარკვეული დიაპაზონი. ყველაზე უფრო ხშირად ესე იგი ეს ოპერატორი გამოიყენება თარიღებთან, თარიღი დროის ტიპის ასე ვთქვათ მონაცემებთან, მაგრამ შესაძლებელია ამ ოპერატორის გამოყენება ასევე სიმბოლურ სტრიქონებთან და ასევე რიცხვით მონაცემებთან. მოდით აი განვიხილოთ პირველ რიგში ესე იგი როგორი სახით ჩაერთვება ესე იგი between აი ეს ოპერატორი ჩვენ აი იმ ზოგად ესე იგი კონსტრუქციაში რომელიც აქ გვაქვს ჩვენ მოყვანილი. მე უბრალოდ ახლა აი ამას ესე იგი აქ მოვნიშნავ და კოპირებით ესე იგი გადავიტან ცოტა ქვევით. აი აქ ესე იგი დავაკოპირებ და ზოგადი სახით ჩვენ შეგვიძლია აი ესეთი სახით ესე იგი ჩავწეროთ between ოპერატორის გამოყენება. აი ამ where პირობაში ჩვენ ესე იგი ვიყენებთ ზუსტად ესე იგი აი ამ ოპერატორს between ოპერატორი აი აქ როგორ ჩავწერეთ მნიშვნელობა თქვათ აი აქ რაღაცა 1 მერე მოდის ოპერატორი and და აი აქ ესე იგი ჩვენ დავჭირდება მნიშვნელობა 2. აი ეხლა რაც აქ გვაქვს ჩვენ აი აქ ჩაწერილი ეს არის აი ზოგადი კონსტრუქცია როგორი სახითაც გამოიყენება between რაღაცა მნიშვნელობასა და რაღაცა მნიშვნელობას შორის აი აქ and ოპერატორი ზოგადად ესე იგი რა ხდება ესეთი მოთხოვნის შესრულების დროს ну რა თქმა უნდა გამოდის აი ეს სვეტები მონაცემთა ბაზიდან შესაბამისი სქემის ესე გარკვეული ცხრილიდან და აყენია ფილტრი ასეთი ტიპისა ესე იგი ფილტრი აყენია მესამე სვეტზე და გამოდის მხოლოდ ის სტრიქონები რომელთაც ესე იგი მესამე სვეტის მნიშვნელობა არის მოთავსებული მნიშვნელობა 1-დან მნიშვნელობა 2-მდე და თვითონ აი ეს მნიშვნელობა 1-იც და მნიშვნელობა 2-იც ჩართულია იმ დიაპაზონში. ანუ ეს არის აი ესეთი ინკლუზიური დიაპაზონი. საზღვრების მნიშვნელობები ჩართულია ესე იგი შესაძლო მნიშვნელობებში. მოდით ახლა განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები აი ამ ოპერატორის ესე იგი გამოყენებით. აი მე ახლა დაუბრუნდები Nofint მონაცემთა ბაზას. გავხსნე ესე იგი ცხრილებს ჩვენი სასწავლო მონაცემთა ბაზის და მოდით ავიღოთ ერთ-ერთი ცხრილი. ну ყველაზე უფრო კარგი მე მგონი ამ მაგალითისთვის არის ისევ და ისევ ცხრილი employees მე აი ამ ცხრილს ვიღებ და მე ახლა ვწერ ასეთ კონსტრუქციას select მოდით ავიღოთ ესე იგი last name ესე რამდენიმე სვეტი last name თქვათ გვარი სახელიც ავიღოთ და კიდევ ერთ-ერთი სვეტი, მაგალითად დაბადების ესე იგი თარიღი. მე ვწერ ესე იგი ოპერატორს ესე იგი from და მივუნიშნებ აი ამ ცხრილს. მოდი ყოველი შემთხვევისათვის იმით რომ არ დავიწყო მე აი აქ ზემოთ ესე იგი ან ის კონტექსტის გადატანა ესე იგი აი ამის გამოყენებით და არ გამოვიყენო ოპერატორი use კონკრეტული ესე იგი მონაცემთა ბაზა. მე უბრალოდ აი აქ ჩავწერ ასეთ რამეს ესე იგი north wind წერტილი მერე მოდის ესე იგი სქემის დასახელება DBO და მოდის თვითონ ცხრილის დასახელება employees. ну რა თქმა უნდა ახლა მე თუ შევასრულებ აი ამ
მოთხოვნას მე დავინახავ, რომ გამოვა 9 თანამშრომლისთვის ზუსტად ის სვეტები, მხოლოდ და მხოლოდ ის სვეტები, რომელიც მე მოვიტხოვე. აქ არავით არის ფილტრი არ არის დაყენებული, ამიტომ 9 სტრიქონი, რომელიც არსებობდა, ესე იგი, და არსებობს ჩვენს ცხრილში employees, გამოდის 3 სვეტი აი ამ ესე იგი ცხრილიდან. მოდით ახლა დავაყენოთ ფილტრი, რომელშიც ჩვენ გამოვიყენებთ ესე იგი between operators. დავაყენოთ ფილტრი რომელ სვეტზე. აი გადავწყვიტოთ აქ. მოდით აი employee ID-ზე დავაყენოთ. ესე იგი მე აი აქ employee ID-ზე აი ამ სვეტის ესე იგი მნიშვნელობაზე ვაყენებ ასეთ ფილტრს between მე ახლა ვიცი რომ ეს მნიშვნელობა არის integer ტიპის მნიშვნელობა აი ამ სვეტში. თანაც ვიცი რომ 1-დან 9-მდეა და ჩვენ ვიცით რომ 1-დან 9-მდე არის მართლაც აი ეს employee ID. იცვლება ესე იგი დომენი აი ამ ესე იგი მონაცემისთვის არის 1-დან 9-მდე ეს მთელი რიცხვები. ამიტომ მე აი აქ ჩავწერ ესე იგი მაგალითად ესე იგი 3 and და მივაწევროთ აი მაგალითად 5. მორჩა. აი შევასრულოთ ეს. მოლოდინი გვაქვს ასეთი რომ რა თქმა უნდა რახან ჩვენ ფილტრი დავაყენეთ ესე იგი employee ID-ზე between 3 და 5. ეს ნიშნავს რომ გამოვა მხოლოდ ის ასე ვთქვათ ჩანაწერები, სადაც employee ID არის 3-დან 3, იმიტომ რომ საზღვრებით ითვლება 4 და 5-იც. ესე იგი, მოდით აი შევასრულოთ. ანუ უნდა გამოვიდეს სულ რამდენი ჩანაწერი. ფაქტიურად 3 ჩანაწერი. მართლაც ასე გამოვიდეს 3 ჩანაწერი. ახლა მე არ მოვითხოვე აი აქ, რა თქმა უნდა, თვითონ ესე იგი employee ID, მაგრამ თვითონ მოთხოვნა შესრულდა. მოდით აი ახლა ბოლოში ესე იგი მე მაინც დავამატებ ამ სპეცსაც რომ დავინახო რომ მართლაც employee ID აი ამ ფარგლებშია გამოსული. ამიტომ და ამას ესე იგი მთლიანად ისე ვავიღებ და ესე იგი შევასრულებ. აი ახლა მე ვხედავ რომ გამოვიდა ესე იგი რა თქმა უნდა ისევ 3 ჩანაწერი და ბოლოში შესაბამისი ესე იგი employee ID და მე ვხედავ მართლაც 3, 4 და 5 და საზღვრების მნიშვნელობაც არის ჭეშმარიტი ამ შემთხვევაში და გამოდის შესაბამისი სტრიქონები. ესე იგი, integer რიცხვით მონაცემთან ტიპთან between ოპერატორი საკმაოდ კარგად არის ესე იგი ჩვენთვის გასაგები, რომ იმუშავებს აი ესეთი სახით, როგორცაც ახლა ჩვენ განვახორციელებთ აქ. მოდით ახლა განვიხილოთ ესე იგი თარიღებთან მუშაობა, როგორ მუშაობს აი ეს between თარიღებთან. მე ისევ დაუბრუნდები აი იმ ცხრილის მაგალითზე, ეს არის ცხრილი odes შეკვეთები და შეკვეთებში ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ესე იგი სვეტი, აქ რამდენიმე სვეტია რეალურად, აქ არის order date სვეტი, date time, აი ხედავთ თქვენ აქ ესე იგი მონაცემთა ტიპს, არის required date ესე იგი ეს არის ის თარიღი, როდისთვისაც ესე იგი მოთხოვნილი არის შეკვეთის შესრულება, ესე date time-ია. Shipped date ფაქტურად ესე იგი გადაზიდვის დაწყების თარიღია, როდესაც მოხდა ესე იგი გაგზავნის თარიღია, date time ესეც. და მოდით ესე იგი აი ისევ და ისევ შეკვეთის თარიღებზე დავაყენოთ ჩვენ აი ეს ფილტრია შესაბამისი ოპერატორით ესე იგი between თვითონ პირობით ასე ვთქვათ გამოსახულებაში. მოდით პირველ რიგში მე ისევ და ისევ გავაკეთებ ასეთ რამეს. მე უბრალოდ ესე იგი ჩავწერ აი ესეთ მოთხოვნას, მოდით სულ სვეტი გამოვიტანოთ from და რომ აღარ წერო, მე nofins აი აქედან ესე იგი კოპირებით ესე იგი ჩამოვაგდებ და დავსვავ ესე იგი წერტილს და წამოვიღებ თვითონ აი ცხრილის სახელს აქედან. და შესაბამისად აი ესეთი სახით ჩაიწერე. მოდით აი გავიხსენოთ უბრალოდ ესე იგი რა ხდება ამ ცხრილში. აი მე სულ ყველა სვეტი, რომელიც არსებობს ამ ცხრილში, ასეთი სახელებით, აი order ID, customer ID, employee ID, ესე იგი შეკვეთის იდენტიფიკატორი, კლიენტის იდენტიფიკატორი, თანამშრომლის იდენტიფიკატორი, შეკვეთის თარიღი, მოთხოვნის შესრულების, ესე იგი მოთხოვნილი შესრულების თარიღი შეკვეთისა, გაგზავნის თარიღი, გაგზავნილი ვის მიერ, ესე იგი ფასი გაგზავნისა, თვითონ ესე იგი ფირმის სახელი
რომელიც ასრულებს ეს გაგზავნას მისამართი, რომელზეც გაიგზავნა და ასე შემდეგ. ანუ მე ვხედავ რომ მთელი ასე ვთქვა, ყველა სვეტი გამოვიდა, რადგანაც მე ჩვენს მოთხოვნაში, რა თქმა უნდა, აქ ესე იგი მოვითხოვე მე ვარსკვლავით ესე იგი მოვითხოვე ყველა სვეტი, აი ზედ ვარსკვლავზეც რომ დაჯდეთ ესე იგი ინტელიგენცია, აუცილებლად ამოგიგდებთ აი ყველა ასე ვთქვა DBO-ში ყველა სვეტის სახელს, იმიტომ რომ ეს არის ჯგუფური სიმბოლო, ეს არის wild card. ასეთი ტიპის სიმბოლოა, რომელიც ერთდროულად ნიშნავს აი ამ რაოდენობით ისე სვეტებს და ჩვენ ხედავთ რომ ეს სვეტები ყველა გამოტანილია. კარგი, ეხლა რამდენი სტრიქონი გამოვიდა? აქ მე სტრიქონებზე არავითარი ფილტრი არ მაქვს დაყენებული და რა თქმა უნდა, სულ ყველა სტრიქონი გამოვიდა, მე ვხედავ, ეს არის 830, ესე იგი სტრიქონი. მოდით აი მაინც შევხედოთ, ესე იგი, რახან მე ვაყენებ ფილტრის დაყენება მინდა all the dates-ზე, აი ამ ესე იგი სვეტზე და მინდა შევზღუდო გამოტანილი სტრიქონების რაოდენობა, უკვე აღარ იქნება 830, არამედ ნაკლები. რადგანაც მე ახლა მოვითხოვ between ოპერატორის საშუალებით გარკვეულ ინტერვალში შესრულებულ შეკვეთებს, ესე იგი, უბრალოდ განხორციელებულ შეკვეთებს. აი აქ მე ვხედავ, რომ შეკვეთები, ესე იგი, ხორციელდებოდა ფაქტიურად 1996 წლის 4 ივლისიდან, აი რომ მივყვეთ ახლა ჩვენ და ჩავყვეთ 96 წლიდან 97 წელი წავიდა ახლა მაგ სვეტში ვხედავ მე და ვაგრძელებ კიდე ქვევით ჩასვლას 98 წელი, ესე 1998 წლის 6 მაისამდე. ესე ფაქტურად სადღაც 3 წლის განმავლობაში რაც ხდებოდა კომპანიაში Nofin-ში დაფიქსირებული არის აი ამ მონაცემთა ბაზაში Nofin-ის მონაცემთა ბაზაში და შესაბამისად შეკვეთები დაფიქსირებულია აი ამ ცხრილში DBO orders. მოდით ახლა მე ასეთ რამეს გავაკეთებ ესე იგი. მოდით აი დავაყენოთ ფილტრი between-ის საშუალებით ისეთი რომ გამოიტანოს 1900 სულ ყველა ესე იგი შეკვეთა რომელიც შესრულდა 1997 წელს. მხოლოდ 1997 წელს. ეს ნიშნავს რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ 1997 წლის 1 იანვრიდან 1997 წლის 31 დეკემბრამდე. აი მე აქ ახლა ვაყენებ ზუსტად ესე იგი ვეა ოპერატორის გამოყენებით. აი მე ვწერ ვეა. ნუ რახან აი ამ სვეტზეა საუბარი მე ესე იგი უნდა ჩავწერო შესაბამისი სვეტი აი აქ. რახან ამ სვეტზე იქნება ეს ფილტრი დაყენებული და ვწერ between აქ ვწერ ესე იგი პირველი მნიშვნელობა არ დაგვავიწყდეს რომ ეს არის თარიღი და ერთ მაგ ბჭყალებში უნდა მოვაქციოთ როგორც ესე იგი სიმბოლური სტრიქონი და ვწერ 1996 წელი 01 ანუ 1 იანვრიდან and და ვწერ მეორე საზღვარს ესე იგი 1990 მე 17 წელი მინდოდა მოდით აქაც ესე გაი 17-ზე გადავაკეთოთ ჩვენ თქვით რომ 1997 წლის სამთლიან და აი აქ ესე იგი დავწერ მე მე-12 თვე 31 დღე კიდევ ერთხელ შევხედოთ მთლიანი რაოდენობა აი აქ ქვემოთ მარჯვენა კუთხეში ქვემოთ 830 სტრიქონია სულ გამოტანილი ახლა ამ სიტუაციაში რასაც ვხედავთ ესე იგი ჩვენ როცა ფილტრის გარეშე გამოვიტანეთ ახლა მე დაყენებული მაქვს ესე იგი ესეთი ფილტრი შეკვეთის ესე იგი განხორციელების თარიღის მიხედვით და მაინტერესებს მხოლოდ შეკვეთები რომელიც განხორციელდა 1997 წელს მოდით ახლა ეს მოვნიშნავ მე ამას და შევასრულებ დავინახოთ და შესრულდა ეს მე ვხედავ რომ 408 სტრიქონი არის აი აქ მარჯვენა კუთხეში მე ვხედავ ქვემოთ 408 სტრიქონი გამოვიდა ფაქტიურად. მესენჯერშიც ესე იგი არის ნათქვამი, რომ მოხდა დამუშავება ესე იგი 408 სტრიქონისა. ანუ 1997 წლის განმავლობაში განხორციელდა სულ 408 შეკვეთა აი ამ ფირმაში Nofin-ში. ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ აი ესეთი სახით, როგორც ახლა ჩვენ აი გამოვიყენეთ, ჩვენ შეგვიძლია ესე იგი გამოვიყენოთ ოპერატორი between მონაცემებთან, რომელთა ტიპი არის date time, თარიღის და დროის ტიპის ესე იგი მონაცემებთან. მოდით ახლა შევხედოთ როგორ იმოქმედებს აი ეს between ოპერატორი თუ მე ვიმოქმედებ ისეთ სვეტზე, რომელშიც არის სიმბოლური
სტრიქონი. ესე იგი შენახული. მოდით აი დაუბრუნდეთ ისე აი ამ employees, ესე იგი ცხრილს, employees ცხრილს და მე ახლა აი ამ employees ცხრილთან ვიმუშავებ ისევ. მე ესე იგი კიდევ ერთხელ უბრალოდ ესე იგი გამოვიდან სულ ყველა სვეტს და ყველა სტრიქონს აი ამ ცხრილიდან არ დაგვავიწყდეს აი ასე რომ შევასრულო ახლა მე შეცდომას მომცემს. რადგან თუმცა არ მომცა შეცდომა, რადგანაც აი ესეთივე employees ცხრილი არსებობს მონაცემთა ბაზაში Unicore და სულ სხვა რაღაცა მომცა ახლა რეალურად. მაგრამ თუ მე მაგალითად ავიღებ და გადავალ მაგალითად ესე იგი რომელიმე სხვა მონაცემთა ბაზაზე, რა თქმა უნდა, აი მაგალითად ავიღე ეს და შევასრულე ახლა აი ეს ასეთი სახით. მე ხედავ რომ ამბობს რომ ესეთი ობიექტი არ არსებობს აი მონაცემთა ბაზაში. ამიტომ არ დაგვავიწყდეს მე სპეციალურად ესე გავამახვილე ყურადღება. აი აქ არ დაგვავიწყდეს მონაცემთა ბაზის მითითება, რომ არ დავიწყო მე აი აქ გადართვა კონტექსტისა ან გამოყენება აი ამ ოპერატორისა use, ესე იგი northfin და ასე შემდეგ ესე იგი. ამიტომ ესე იგი მე პირდაპირ აი ამ მოთხოვნაში სრულ მისამართს ვწერ ცხრილის მონაცემთა ბაზის სქემისა და თვითონ ცხრილის სახელის ესე იგი ჩართვლით. მოდით აი ჯერ შევასრულოთ, გავიხსენოთ ესე იგი კიდევ ერთხელ. სულ 9 თანამშრომელია, აგერ არის ესე იგი აქ ყველა სვეტი გამოტანილი, თანამშრომლის იდენტიფიკატორი, გვარი, სახელი, პოზიცია, მიმართვის ასე ვთქვათ, თავაზიანი მიმართვის სახელი, დაბადების თარიღი და ასე შემდეგ, სამსახურში მიღების თარიღი, მისამართი, ქალაქი და ასე შემდეგ. დააგვირდა აქ მისამართი, ქალაქი და რეგიონი, ესე იგი მისამართი მხოლოდ ქუჩა და გარკვეულ ესე იგი სახლის ნომერს ნიშნავს. მაშინ როცა ქალაქი და რეგიონი ცალკეა გამოტანილი და საფოსტო კოდიც კიდე ცალკე, ქვეყანაც ცალკე. კარგით, აი სულ ყველა ესე იგი გამოტანილია სვეტი და სულ ყველა სტრიქონი, პირველი სტრიქონი, მეორე და ასე შემდეგ სულ 9 სტრიქონია გამოტანილი ყველა თანამშრომლისთვის. ეხლა მოდით აი მე ასეთ რამეს გავაკეთებ ესე იგი. მოდით ახლა დავაყენოთ ჩვენ ფილტრი ასეთი სახისა. where აი პირდაპირ წინ მოდით ფილტრი დავაყენოთ ესე იგი first name სახელზე. ნუ შეგიძლიათ სხვა სვეტზე დააყენოთ. ერთადერთი ახლა მე მინდა დავინახო როგორ მოქმედებს სიმბოლურ სტრიქონებს ოპერატორი between. და მე ვხედავ რომ first name არის n-var-char-10. ანუ ეს არის მართლაც სიმბოლური სტრიქონი და მაინტერესებს აი ამაზე რომ დავაყენო ესე იგი ფილტრი და დავინახო როგორ იმუშავებს. ამიტომ მე ვწერ where first name არის აი ვწერ between და ავიღოთ ერთი მნიშვნელობა. ნუ რა თქმა უნდა სიმბოლური სტრიქონია. ავიღე მე ესე იგი string-ის აი ესეთი მაგალითად ესე იგი ავიღოთ emi and და მეორე მნიშვნელობა ესე იგი n. საერთოდ აი ეს მნიშვნელობა პირველი მნიშვნელობა როგორც ხედავთ აი თარიღებშიც ხო უნდა იყოს ყოველთვის ესე იგი ნაკლები აი მნიშვნელობაზე. ნუ რა თქმა უნდა იმ კონტექსტით რა აზრიც აქვს შესაბამის ესე იგი მონაცემს. აი თარიღების მიხედვით ესე იგი თარიღი ითვლება უფრო მეტად, რაც უფრო გვიანია ეს თარიღი. ხო. ეხლა მოდით აი ეს შევასრულოთ რეალურად ესე იგი. დავინახოთ ესე იგი. რა მოხდება? აი მე შევასრულე ეს და ვხედავ ყველა თანამშრომელი არ გამოვიდა. გამოვიდა მხოლოდ ის თანამშრომლები, სადაც ესე იგი first name არის მარგარეტ და მაიკლ. ანუ მოხდა აქ ფაქტურად აი ამ სვეტში არსებული მნიშვნელობების შეზღუდვა იმ სტრიქონების შეზღუდვა, რომელთაც აი ამ სვეტში არსებული მნიშვნელობა არ აკმაყოფილებს იმ პირობას, რომ string-ის შესაბამისი სტრიქონი მოთავსებულია m-სა და n-ს შორის. ახლა ეს რას ნიშნავს? მოხდა შედარება, მეგობრებო. აი ყველა მნიშვნელობა, რომელიც იყო ესე იგი აი აქ იმ 9 თანამშრომლიდან რა აქ არის სულ 2 სტრიქონი გამოტანილი. ყველა 9 მნიშვნელობა ესე იგი შედარდა ხდება თუ არა აი ამ დიაპაზონში. ესე იგი მოდით აი აქ მე გავამახვილებ ახლა ყურადღებას როგორ ხდება სტრინგების შედარება. აი თქვათ ჩვენ გვაქვს ერთი სტრინგი
თქვათ აქ არის ესე იგი, ну, რაღაცა string-ი სიტყვაზე. A B C D H D ესეთი სახით ავიღებ. და მეორე string-ი ასეთი. ესე იგი, აი მაგალითად BD სიტყვაზე. ეხლა როგორ ხდება აი ამ ორი string-ის შედარება? შედარება ხდება ასეთი სახით, ესე იგი. აი ის მონაცემთა ბაზების ძრავი ადარებს პირველ რიგში პირველ სიმბოლოებს, რომლებიც არის ამ string-ში. იმის და მიუხედავად, ესე იგი, რამდენი სიმბოლო. პირველი შედარება ხდება, მერე ხდება მეორეების შედარება, მერე ხდება მეორეების შედარება და ასე შემდეგ. თუ ერთ-ერთ სიმბოლოში, აი ესე თანმიმდევრობით, ესე იგი, პირველი სიმბოლოს შედარებით, ესე აღმოჩნდება, რომ არ ემთხვევენ ერთმანეთს, მაშინ ერთ-ერთი სიმბოლო ითვლება, ესე იგი, მეტად, ის რომელიც ანბანში გვხვდება უფრო მოგვიანებით. აი ამ სიტუაციაში, ესე იგი, პირველი სიმბოლოების შედარებით მე ვხედავ, რომ B მეტია A-ზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, აი ამ string-ი არის მეტი ამ string-ზე, აი ამ შედარებების, ესე იგი, მიხედვით. აქაც რომ ყოფილიყო, მაგალითად, ესე იგი, სიტყვაზე, ესე იგი, მაშინ შედარება პირველს შეადარებდა, დაინახავდა, რომ ის ერთ და იგივეა, გადავიდოდა მეორეების შედარებაზე და ვხედავთ, რომ B ისევ ნაკლებია D-ზე. ანუ ისევ გამოდის, რომ მეორე string-ი მეტია. აი აქ რო ყოფილიყო, მაგალითად, ესე იგი, იგივე D, მაშინ მოხდებოდა ასეთი რამ, რომ აი შეადარა პირველი სიმბოლოები, შეადარა მეორე სიმბოლოები, ვერ გადაწყდა რომელი string-ი უფრო მეტია. მაგრამ აი აქ უკვე დამთავრდა, აღარც ერთი სიმბოლო აღარ გვაქვს, აი ამ string-ში მეორე. ესე იგი string-ში, მაშინ როდესაც x string-ი გრძელდება. აი ესეთი string-ი ნაკლებად ითვლება ყოველთვის. აი ამ string-ზე. რატო? იმიტომ რომ იქ ესე იგი გარკვეული რაღაცა სიმბოლო მოდის, აქიდე არც ერთი სიმბოლო არ არის. ამ შემთხვევაში უკვე ეს string-ი იქნება მეტი ამაზე. ესე იგი დააკვირდით იმ ფაქტს, რომ string-ების შედარებისას, ესე იგი მეტობის ან ნაკლებობის, ასე ვთქვათ, აზრით, სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი, ასე ვთქვათ, სიმბოლოა გამოყენებული string-ის ჩაწერის დროს. თითქოს აი აქ მეტი სიმბოლოა, რა თქმა უნდა, ეს არის ესე იგი რამდენი 6 სიმბოლოიანი, ეს 2 სიმბოლოიანი. მაგრამ აი ასეთ სიტუაციაში, მაგალითად ესე იგი, აი ეს string-ი უფრო მეტია ამ string-ზე, რადგანაც პირველი სიმბოლოები ერთნაირია, მაგრამ მეორე სიმბოლო, აი ეს K, ხდება ანბანში D-ზე უფრო მოგვიანებით. ამიტომაც აქაც აი ესეთი ტიპის ესე იგი შედარებები განხორციელდა. განხორციელდა ზუსტად აი ამ კანონების მიხედვით. ანუ ყველა სახელი პირველ რიგში ყველა სახელი შედარება მოხდა M-თან და ამორჩეულ იქნა ის სახელები, რომლებიც M-ზე მეტია. M-ზე მეტი სახელი. აი თუ M-ზე მეტი სახელი იქ რამდენიმე იყო, ახლა აქ არ ჩანს. მაგრამ იმ ამორჩეულიდან, რომლებიც M-ზე მეტია, შემდეგ ესე იგი დავტოვეთ მხოლოდ ისინი რჩებიან, რომლებიც N-ზეც ნაკლებია ერთდროულად, ესე იგი. იმიტომ რომ ამასა და ამათ შორის. და შესაბამისად მარტო ორი სახელი აკმაყოფილებს ამას. მე ახლა აი უბრალოდ აი აქ გავაკეთებ აი ესეთი სახით აი ამ ნაწილის ესე იგი კოპირებას უბრალოდ აი აქ ზემოთ. და მოდით ასეთი რაღაცა გავაკეთოთ. მოდით აი ეს ორივე ერთად შევასრულოთ. და შედეგები ჩვენ შეგვიძლია მაშინ ესე იგი დავინახოთ ერთდროულად გამოტანილი იქნება და დავინახოთ რომ მართლაც აი მაგ წესებით მოხდა ესე იგი შედარება. ახლა მე ცოტა გავადიდებ აი ამ პანჯარას. აი ახლა ხედავ მე, აი აქ არის შედეგი, რომელიც მოგცა აი ამ მოთხოვნამ, ანუ სულ ყველა გამოტანილი და მეორე არის შედეგი მეორე პანჯარაში. უბრალოდ ეს არის ქვეპანჯარა, შედეგების პანჯრისა, აი ამის შედეგია. მოდით ახლა შევხედოთ. რატომ დარჩა ეს ორი? აი დავიწყოთ. M-ზე მეტი. M-ზე მეტი. აქ არის ესე იგი ფაქტიურად. ესეც ესე იგი 1 2 3 4 5 string. ხუთი სახე. მაგრამ N-ზე ნაკლები, აი ნახეთ, ეს N-ზე მეტია, იმიტომ რომ შედარების დროს აქ
შემდეგ n-ის შემდეგ არც ერთი სიმბოლო არ არის, კიდე გრძელდება. ამიტომ ეს მეტია. ამიტომ ეს n-ზე ნაკლები არ არის. არ გამოვა. ეს გამოვა, რადგანაც ესე იგი პირველივე ასე ვთქვათ, ასოების სიმბოლოების მიხედვით მარგარეტი ნაკლებია n-ზე, მართალია მეტია m-ზე. სტივენიც არ გამოვა, რადგან სტივენი მეტია n-ზე. მართალია ის ნაკლები იყო სტივენი, მეტი იყო m-ზე. და გამომარტო ეს ორი. რაც ფაქტიურად აი აქ არის ესე იგი მოყვანილი. ასე რომ აი ესეთი სახით ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ესე იგი between ოპერატორი გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ სიმბოლურ სტრიქონებთან, ისეთ ტიპებთან, როგორიც არის მაგალითად ესე იგი char, varchar, nchar, nvarchar, text, varchar max, აი ამ მონაცემთა ტიპებთან. სად არის ეს მონაცემთა ტიპები? მე შემიძლია კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ მე შემიძლია ის გადავიდე programmability მონაცემთა ბაზის Node-Windows-ისა, გადავიდე types მონაცემთა ტიპების სისტემური გვაინტერესებს და აი სიმბოლური სტრიქონების, ესე იგი. ამათანაც მუშაობს, რა თქმა უნდა, ეს შედარებები და აი ამათანაც, რომლებიც მე ჩამოვთვალე. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს შედარებები მეტობის აი დიაპაზონში, ასე ვთქვათ, მოხვედრის განსაზღვრისათვის შესაბამის შედარებებს ახორციელებს მონაცემთა ბაზების ძრავი. ეხლა აქ მე მინდა კიდევ ერთ მნიშვნელოვანი შენიშვნა გავაკეთო, აი ესეთი სახისა. აი მაგალითად ესე იგი ჩვენ აი აქ გამოგქონდა ესე იგი employees ცხრილიდან between ოპერატორის ესე იგი გამოყენებით გარკვეული სტრიქონები. აი გამოტანილია ეს სტრიქონები, მოდით ამას ესე იგი ისე ჩამოვწევქვევით, რომ ერთდროულად ესე იგი დავინახოთ ესე იგი ის ჩვენი მოთხოვნა, რომელიც შევასრულეთ და შედეგი. საქმე რაში არის? ყოველთვის, როდესაც ვიყენებთ ესე იგი ოპერატორს between რაღაცა and რაღაცა, აი ეს პირველი მნიშვნელობა ყოველთვის ნაკლები უნდა იყოს მეორე მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, იმ კონტექსტში, იმ შინაარსით, რომელიც შეესაბამება შესაბამის სვეტში არსებულ მონაცემებს. ანუ თუ მაგალითად საუბარი არის როგორც ამ შემთხვევაში, ესე იგი int ტიპზე, ანუ tel რიცხვით, ზუსტი რიცხვით ტიპზე, ეს არის ფაქტიურად ესე იგი მთელი რიცხვები, მაშინ აი ეს პირველი მნიშვნელობა უნდა იყოს მეტი რეალურად მეორე მნიშვნელობაზე. ჩვენ არ შეგვიძლია მაგალითად ესე იგი ჩავწეროთ აი ეს მოთხოვნა ასეთი სახით. მე ახლა სპეციალურად აი აქ ესე იგი ცოტა ქვევით ესე იგი მთლიანად აი ამას მოვნიშნავ და კოპირებით ესე იგი გადმოვიტან აქ. აი ასეთი სახით არ შეიძლება ჩაწერა. ანუ მე რო აქ ჩავწერო 5 და 3. რა თქმა უნდა ესე იგი ჩვენთვის ადამიანებისთვის ეს გასაგებია ახლა აქ რა წერია, რომ 5 და 3 შორის ისე. მაგრამ მონაცემთა ბაზების ძრავი აი ასეთი მოთხოვნის შესრულების დროს არც ერთ სტრიქონს არ გამოიტანს. ეხლა რატო? იმიტომ რომ აი შევხედოთ როგორ მუშაობს მონაცემთა ბაზების ესე იგი ძრავი. მას გამოაქვს ჯერ სულ ფაქტიურად ესე იგი სტრიქონი შესაბამის აი ამ 4 სვეტის გათვალისწინებით სულ სტრიქონი გამოაქვს და აი ამ სტრიქონებთან მე უკვე აი ამ პირობის მიხედვით იწყებს მუშაობას. და საბოლოოდ ტოვებს ესე იგი გამოსატანად უშუალოდ ესე იგი ეკრანზე შედეგის სახით იმ სტრიქონებს, რომლებიც საკმაყოფილებენ აი ამ პირობას. ეხლა როგორ მუშაობს? იწყებს შედარებას. თვლის რომ იწყებს შედარებას ჯერ პირველ მნიშვნელობასთან, ანუ დატოვებს მხოლოდ იმ სტრიქონებს, სადაც ესე იგი მნიშვნელობები 5-ზე მეტია employee ID-ში და მერე იმ დატოვილებს, რომლებიც უკვე 5-ზე მეტია,
დაიწყებს ესე იგი შედარებას სამიანთან და დატოვებს მხოლოდ იმ სტრიქონებს, რომლებიც ნაკლები ანტული 3-ისა, მაგრამ თუ მე თავიდანვე 5-ზე მეტი მნიშვნელობის სტრიქონები დავტოვე, ყველანი იქნებიან აი ამ მნიშვნელობაზე მეტი. ამიტომ აღარც ერთი სტრიქონი აღარ გამოვა რეალურად. აი მოდით ორივე შევასრულოთ ესე იგი ერთად და შევხედოთ ესე იგი აი იმ შედეგს, რომელსაც მივიღებთ. მე ახლა აი ამას გავკაჩავ ზევით და ვხედავ, ნუ პირველი აი ეს ნორმალურად ჩაწერილი, როდესაც ესე იგი პირველი მნიშვნელობა მეტია მეორე მნიშვნელობაზე, შესრულდა და გამოვიდა შესაბამისად 3 სტრიქონი, 3 ჩანაწერი. სტრიქონი ჩანაწერი საერთოდ ერთ და იგივეს ნიშნავს მონაცემთა ბაზების ასე ვთქვათ სპეციფიკურ ენაზე. ხოლო რაც შეეხება აი ამ მეორე ასე ვთქვათ მოთხოვნის შესრულებისას, აი ნახეთ, არც ერთი სტრიქონი მეორე მოთხოვნისას ესე იგი გამოსული არ არის, რადგანაც ზუსტად მნიშვნელობა აქვს, რომ პირველი აი აქ მნიშვნელობა ყოველთვის ნაკლები იყოს მეორე მნიშვნელობაზე. ეს არ დაგვავიწყდეს და გვახსოვდეს ყოველთვის, როცა ვიყენებთ ჩვენ ოპერატორს, ესე იგი between. ეხლა მე მინდა აქვე განვიხილო კიდევ ერთი ოპერატორი, რომელიც არის ოპერატორი not და გამოვიყენო უშუალოდ ესე იგი between ოპერატორთან. not ნიშნავს ესე იგი უარყოფას, ეს დარეზერვირებული ესე იგი სიტყვა, not ეს არის დარეზერვირებული ესე იგი სიტყვა. და მოდით აი როგორ შემიძლია გამოვიყენო აი ამ სიტუაციისთვის აი ეს not ოპერატორი. მოდი ჯერ გავიხსენოთ რა გამოქონდა აი ამას გამოქონდა ესე იგი სულ 2 სტრიქონი. ესე იგი 9 თანამშრომელი ყავს ჩვენ, აი ცალკე რო შევასრულო მე ახლა ეს 9 თანამშრომელია. სულ გამოვა ესე იგი 9 სტრიქონი, მაგრამ თუ მე დავაყენე ფილტრი between m and n first name-ზე, მაშინ გამოვა 2 სტრიქონი, მარგარიტა და მაიკლი. დარჩა მარტო first name-ის ესე იგი აი ფილტრის გამო. მოდით ახლა იგივეს მე უბრალოდ აი ესეთი კოპირებით ესე იგი მე ჩამოვიდან აი აქ ქვევით და აი აქ ჩაურთავ ასეთ not between m and n. გასაგებია რომ not between m and n ნიშნავს რომ უნდა მოხდეს გამოტანა იმ სტრიქონებისა, რომლებიც არ ხვდებიან აი ამ დიაპაზონში m-დან n-მდე. ეს რომ დავინახოთ კარგად ესე იგი მოდით აი ორივე ერთდროულად შევასრულოთ. თქო და ეს დავაკომენტაროთ. რათა მონიშნის დროს ამან შეცდომა არ გამოიწვიოს, ესე იგი. აი მოვნიშნე მე ორივე მოთხოვნა და ვასრულებ ორივე მოთხოვნას. და მე რას ვხედავ? პირველს გამოაქვს ისევ ის 2, რომელიც იყო ესე იგი ამ ფილტრით ზუსტად ესე იგი განსაზღვრული მარგარიტა და მაიკლი. ხოლო რაც შეეხება not between, აი დააკვირდით. დანარჩენი მნიშვნელობები გამოვიდა ესე იგი. რამდენი დანარჩენი მნიშვნელობა ესე იგი 7. 7 სტრიქონი. ესე იგი სულ. აი თუ მე გადმოვედი მეორე პანჯარაში, გადმოვიტანე ესე იგი კურსორი მეორე პანჯარაში, ვხედავ რომ 7 სტრიქონი გამოვიდა. თუ მე გადავიტანე ეს პირველ პანჯარაში, აი აქ ვხედავ რომ 2 სტრიქონია. სულ თანამშრომლები იყო 9, ანუ პირველმა შეასრულა მართლაც აი ამ დიაპაზონში არსებული სახელები მოგვაწოდა, ეს სულ 2-ია, დანარჩენი რა თქმა უნდა არ მოხვდნენ ამ დიაპაზონში. მოხვდნენ აი აქ, იმიტომ რომ აქ მე უკვე not between-ს ესე იგი ვიყენებ. აი ეს not between ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, სულ ყველა იმ ტიპის მონაცემებთან, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ. ეს არის ესე იგი daytime ტიპის მონაცემები, თარიღისა და დროის ტიპის მონაცემები. ეს არის ესე იგი სიმბოლოების სტრიქონები, სიმბოლური სტრიქონები. ეს არის ესე იგი ასევე რიცხვითი ტიპები. მონაცემთა რიცხვითი ტიპები. მოდით მე აი აქ გავჩერდები დროებით და აი ეს თემა კიდევ იქნება გაგრძელებული შემდეგ ვიდეო კლიპში. მე დროებით გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის
გისურვებთ წარმატებებს.